ობიექტების გაყიდვას საკმაოდ დიდი ხვაური მოყვა საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის წყალს ეხებოდა ეს პრობლემატური საკითხი იყო, როდესაც გამოცხადა გამორჩეულად კომპანია, ეს იყო multiplex solution-ი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა მაშინ იმ პერიოდში და ეხლაც არ აქვს დიდი გამოცდილება აი წყლის რესურსების მართვისა. არადა იმ პერიოდში საკმაოდ ცნობილი კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას ესე იგი აუქციონში, რომ მოეგოთ ეს ტენდერი. მანამდე კი გამოყოფილი იყო საკმაოდ დიდი მოცულობის კრედიტი მსოფლიოს რეკონსტრუქციის ბანკიდან და ეს ყველაფერი ჩაიშალა, იმიტომ რომ რეალურად გადიოდა გასაყიდად ეს წყლის ობიექტები, თბილისის წყალი, აგრეთვე ჟინვალხესი, მცხეთა-წყალკანალი, საკწყალკანალი და რეალურად ეხლა კერძო კომპანიაზე რახანს გვიჩნდებოდა ევროპის რეკონსტრუქციის ბანკმა აღარ ჩათვალა მიზანშეწონილად, რომ კრედიტი გამოყოფილიყო. და როდესაც ეს გაიყიდა ეს წყლის ობიექტები, გაიყიდა 85 მილიონად და შემდგომში პრეზიდენტმა სულ სხვა კომპანიაზე პირდაპირ მიყიდვის წესით გააფორმა ხელშეკრულება 70 მილიონი გადაახტევინა. შემდგომ იქ რაც იყო ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წყლის ტარიფის დაკლება, იმაზე ნაკლები ხელშეკრულებებში შევიდა ცვლილებები და იმ პერიოდში კოალიციის დღევანდელი ლიდერები საუბრობდნენ, რომ ეს გარიგება იყო კორუფციული, განსაკუთრებით ამ ბრძოლაში აქტიურად იყო ჩართული ქალბატონი თინა ხიდაშელი და მან პირადად ბრალი დასდო გიგი უგულავას იმაში, რომ სწორედ იმ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიების უკან საქართველოში მყოფი მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დადგა დრო, როდესაც ყველაფერს ფარ დაეხადოს და აი ეს გასქვისებული წყლის თბილისის წყალი და სხვა წყლის ობიექტებსთან დაკავშირებით რეალურად იქნეს გამორკვეული თუ რაში იყო საქმე. ეხლა ჩვენ ვერ დავარღვევთ უდანაშაულობის პრეზუმპციას და დამნაშავეებთ და კორუმპირებულად ვერ გამოვაცხადებთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს თბილისის მერიისა, მაგრამ საკმაოდ საეჭვო ვითარება, საეჭვო გარებებებში ხდებოდა ობიექტების გასხვისება. ამასთან ერთად ის ვალდებულებები, რაც ამ კომპანიებს ჰქონდათ აღებული, რომ ის უნდა მოეხდინათ მათ ქსელების რეაბილიტაცია, გამრიცხველიანება, იქ შემდგომ ტარიფთან დაკავშირებით იყო რეალურად ის, რომ არ უნდა გაზრდილიყო ტარიფი, ყველაფერი ეს არის დარღვეული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა გადაიხედოს ესე იგი გასხვისების ხელშეკრულებები, იმიტომ რომ იქ რაღაც ვფიქრობთ, რომ არის საფუძვლიანია, რომ კანონდარღვევით მოხდა ყველაფერი ეს და რეალურად დღეს არიან ის ხალხი ხელისუფლებაში, ვინც კი ამაზე ამბობდნენ, რომ კორუფციული სქემა იყო და კორუფცია ესე იგი რეალურად თბილისის მერიის მაღალჩინოსნების კორუფციული სქემით მოხდა აი ამის გასხვისება და ბურთით თქვენია ბატონებო და მოედანის და ეხლა გამოარკვიეთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ უკვე ისეთი მდგომარეობაა, რომ თბილისის წყალმომარაგებას საფრთხე დაემუქრება ცოტა ხანში, იმდენად სავალალო მდგომარეობაა, იმიტომ რომ ქსელის რეაბილიტაცია არ ხორციელდება, პანტაპუტით ხდება ეს ტრუბები, ესე იგი არაქვსა და ჟინვალში კიდევ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ის კვალიფიციური კადრები, რომლებიც იყო აი თბილისის წყალში და რუსთავწყალში და სხვა ობიექტებში გაუშვეს თანამდებობი და თვითონ დაინიშნეს 5, 6, 7,000 ლარზე მეტი ხელფასები და რეალურად ესე იგი ის ესე იგი ანუ ორგანიზაცია, რომელსაც ყავდა თქვა ყველა რაიონში სტრუქტურა, რომელიც თქვა რაღაც ავარია მოხდებოდა და იმ წუთასვე რეაგირება ხდებოდა, ყველგან გაყიდეს შენობები და ერთგან მარტო ხუდადოვიდან იმართება მთელი თბილისი. ეხლა ესეთი საოცრება თუ გინახიათ, რომ ყველგან ესე ყველა რაიონში იყო საავარიოები, ყველგან გააუქმეს და ერთგან დატოვეს ხუდადოვზე მარტო და ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ვარკეთილში რომ რაღაცა მილი გასკდეს, ეხლა იქნება ოპერატიულად მისი ეხლა ავარიის სამოფრო ხუდადოვიდან წავა ან სხვაგან მოხდება კიდევ ავარია, თქვათ, როგორ შეიძლება ერთი იმიდან იმართოს მთელი ქალაქი, ხო? ამასთან ერთად წყალმომარაგების კუთხითაც პრობლემები არის, თვითონ სასმელი წყალის გარკვეულწილად რამდენად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს არსებობს ეჭვი და მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი იქნეს გამოკვლეული ჩვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენთვის გაუგებარი იქნება, მაშინ რაზე ატეხა ამ ხალხმა ხმაური, როცა ხელისუფლების მიღმა იყო, თუ კი დღეს ხელისუფლებაში არიან, ამ საკითხს არ დაუბრუნდნენ. რა თქმა უნდა, მე მინდა თქვენ კარგია რომ დამისვით ეს კითხვა, არსებობს კონტროლის პალატის დასკვაც.
აი თბილისის წყალსა და ესე იგი საჯეთ ასრულების დეპარტამენტს შორის იყო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ესე იგი წყლის მიწოდებაზე უნდა გადაეხადათ დაახლოებით 0.35 თეთრი და ესე იგი იქ შემდგომში თითოეულ პატიმარზე ესე იგი კონტროლის პალატის თანამშრომლობა გვითხრეს 4 ლარს უხდიდა ესე იგი საჯეთ ასრულების დეპარტამენტი თბილისის წყალს. ანუ რეალურად იმის მაგრად რაც უნდა გადაეხადა სახელმწიფო სტრუქტურა კერძო უწყებას უხდიდა იმაზე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტ და წელიწადში 8 მილიონს აღწევს როგორც ჩვენ გვითხრეს კონტროლის პალატის ყოფილმა თანამშრომლებმა 8 მილიონს აღწევდა ესე იგი შემოსავალი და არ გაგავიწყდეთ რომ თბილისის წყალი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემომწირველი ნაციონალური მოძრაობისა ანუ ყოველთვის ავსებდა იმ ნაციონალური მოძრაობის ესე იგი ბიუჯეტს ეს კომპანია და გასაკვირიც აღარ არის სულ რომ რეალურად რატო ხდებოდა მაგალითად რომ იმაზე მეც უხდიდა სახელმწიფო რაც იყო გასაზრული თბილისის წყალს ანუ წყლის მეწოდებაზე მაგალითად ციხეებში და ფიქრობ რომ ეს კონტროლის პალატის დასვლა შემდგომ იმის მაგალითად რომ სრულობა მიცემოდა და რატო ხდებოდა ეს ყველაფერი თაროზე შემოიდო არ მიეცა სრულობა ესე ცალკე საუბრის თემა და ამაზეც კონტროლის პალატის მაღალჩი როსტევი ეს იყო გაკეთებული დაახლოებით აი ბაჩუ ახალაიას მინისტრობის პერიოდზე არის საუბარი და ვფიქრობ რომ ეხლა როდესაც ეძებენ პროკურატურა ესე გამწარები და რაღაც სულეულად რაღაც ბრალდებებს ყოფილი ხელისუფლების ჩინოვნიკებისა მოიწვიო კონტროლის პალატის დასკვნები. კონტროლის პალატაში იმდენი დასკვნები არსებობს, აი არა მარტო წყალთან დაკავშირებით, არამედ სხვა უწყებებთან დაკავშირებით, მარტო ეს ეყოფა ხელისუფლების გასასამართლებლად.